ფეხის თითების დაბუჟების მიზეზი. პირველი, ეს არის წელის მალთაშორისი დისკის თიაქარი. რა დროსაც მალთაშორისი დისკი თიაქარის სახით აწვება წელის ნერვულ წყვილს, რომელიც გადადის ქვემო კიდურში და ვითარდება ფეხის თითების დაბუჟება. ამ დროს მკურნალობისთვის აუცილებელია პირველ ყოვლისა დაისვას სწორი დიაგნოზი, MRT დიაგნოსტიკის სახით. და შემდეგ მკურნალობა ჩვენს კლინიკაში თიაქრის რეზორბციის, ანუ შეხორცების მეთოდით. მეორე მიზეზი, ეს არის ნევროლოგიური პრობლემა, კერძოდ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდგომი მდგომარეობა. რა დროსაც აუცილებელი არის, რასაკვირველია, კატიან MRT დიაგნოსტიკა, ნევროლოგთან კონტაქტი და ნეირორეაბილიტაცია. ასევე ამ დროს ძალიან კარგია ქვემო კიდურის ნეირომიოსტიმულაცია. მესამე მიზეზი, ეს არის ენდოკრინოლოგიური პრობლემა, კერძოდ ჩაქრიანი დიაბეტი. რა დროსაც ზიანდება ნერვული და სიზარღოვანი წნულები, ანუ ვითარდება ნეიროანგიოპათია. რა დროსაც ვითარდება ქვემო კიდურში ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება. ამ დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, უნდა დავარეგულიროთ შაქრის მაღალი დონე სისხლში და უნდა მივიღოთ გარკვეული პრეპარატები, რომლებიც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ნერვულ უჯრედში და სიზარღვებში. შემდეგი მიზეზი, ეს არის ნარკოტიკული ინტოქსიკაცია, კერძოდ იმ პირებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ამ დროს ვითარდება ნერვიული უჯრედების ინტოქსიკაცია, რაც იწვევს ქვემო კიდურის დაბუჟების შეგრძნებას. შემდეგი მიზეზი, ეს არის ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროება. ამ დროს აუცილებელია, რომ ჩაერთოს რასაკვირველია ენდოკრინოლოგიც, კარდიოლოგიც და ანგიოლოგიც.